Daşo var naşpat, biti var naşpat. Artık edip de biti var naşpat daşo. Gel. Ne oldu? Adam attı mı limonulu? Ne oldu? Anladın biz buradayız. Randaniye daha bu buradayız hiç öyle. O yüzden randaniye daha fazla. Buradan aşağı olur kalkıyor daha fazla. Taşlar sarı daha büyük değilsin. Anladın mı? İnağam çözüm. Hayır, hatta ikna oldu. Mesela ki bir karı olmadı, ikhlak çamurdu da sonra. Hayır. Mure. Peki arkadaşlar. Kalkmamış var. დამთავრდა და მე 2 საათში მეცავალ. დავედი სახლში. არც ახლა არ მიშოვჭა არაფერი. ვერ გავიგე კაცო, ერთი გამაგებია. ვისთან დამთავრდა? ეს გამაგებია და წელს სახლში. ომი იყო აბა რა. ვისთან? შევთავდა. იცი რამდენი კაცი? არის იცი? რამდენი? ვის ებრძოლია? რამდენი ცოტა. შემდგარ დედრეებს შენ რა კაცი? ხობის პროფესორი. ეს მოდი. ვინდა ემოციებს, ვინა იყო ეს? ხობის პრეფექტი, ჩემო ძმაო, გია, შეგიცი? ხობის პრეფექტი, კუტარი რო ამოხარა. სულ კუტარი რო დახვრიტე, აი მხედრო იმისთან. არ გამიგვერდა. რა არ გაგიგია? არ გამიგვერდება. არ გაგიგია. მე პირადად როგორც პიროვნება ეროვნულ მოძრაობაში რაც შემოდი ეს უთხილება ეს იყო ყველაფერი ავანტიურა. ესე იგი ბატონო ესე იგი დავამთავრე. ჩვენ აფკიდეს ის ტვირთი შეგნებულად რომელიც ვერ ვზიდეთ და შემდეგ გააკეთეს ის რაც ჩადებული იყო.
საქართველოში არა მარტო კანონიერად დარჩენილი ხელისუფლება დაემხო ეროვნული მოძრაობის იდეა. ამაში ბრალების მიმოდის მე ისტორიკოსი არა ვარ, მაგრამ მიუძღვის ყველას, ვინც პატარა რამე დააშვა. ჩემიდან დაწყებული დამთავრებული პრეზიდენტამდე, დამთავრებული სილვანამდე, კიდევანამდე და მე ასე. თუ რამე დამიშავებია და შეცდომა ჩამდენია, ერთადერთი ჩემი გამოსვლება იქნება ის, რომ როგორმე ჩემი თავი გამოადგეს ომის შეწყვეტას. აი მისი თავად ჩამოსული, მინდა ბატონო ვალტერთან შეხვედრა იყო ჩვენ. არასოდეს ცუდი ურთიერთობა პირიქით ვალტერი იყო ის კაცი, რომელიც მე შიგნითაც რეაქციულ განწყობილ ხალხს ამშვიდებდა. მე მასთან პირადად კონტაქტისთვის ჩამოვედი. ახლა რა ვიტყვი და როგორ გექცევენ ახლა რა ძალიან კარგად გექცევიან ბიჭები. მე მაგალითად არც მოველოდი ეს ამბობს. ნორმალურად ყველაფერი რუსხანაერად მოგონა, ყველაფერი დამთავრდებოდა. აი ახლა ვაშკაც რომ დაი მან რა მიზანი იყო თქვენ ჩამოთვლას რა მიზანი ჰქონდა რომ მოდიოდეთ იქიდან აი იარაღით წამოღებული ამიტომ რა არის საგანად გაგზავნეთ შეშებიგებსანაც ეს ქუთაისის ბატალიონი რომ ომი დაიწყო ბუდიში ქუთაისის ბატალიონი აყვანილია და დახვრეტილია ქუთაისის ბატალიონის უფროსის გვარი აღარ მოხდეს შეიძლება გამოსცეს იყო ისინის მანქანა თვითონ არ იყო მანქანა ეს აღმოჩნდა სწორედ თუ არა მანქანა იყო სისხლიანი კი მართალია აღმოჩნდა მაგრამ მოკლული იქნა? არა ის კაცი საერთოდ არ ჩანს დაჭერილიც არ ყოფილა. არც დაჭერილია და არც ჩანს არჩას არც რუჯეჭი არჩას ქუთაისია ქუთაისიდან ეხლა შეუგროვებია 80 კაცი და მოყავს აქ. აბა საერთოდ მოვიდა ინფორმაცია ეხლა მოვიდა ჩვენი მზერავი მოვიდა. ეხლა დამაინტერესებს. ხო ნახე ეხლა შენ ჩაწერეთ კითხეთ შეეკითხეთ ნახა თუ არა მაგალ ქუთაისის ბატალიონის ბიჭები და შეეკითხა თუ არა როგორ მოექცევდა რა შესთავაზეს მაგრებს პირველად. ერთი წუთი. ეგ განაგე. იყავი აქ იყავი. თუდო განეგეცა თუდო დაჭერე ვაკეთ მაგრამ იდეა დაბასნი ოჯერე შილი დოყურას დგა მე დოყურა კილენაზე ნიჭარა. იდეული და კუგაჯინეთ ეკი სინაკ ვადოყურას რა და გასტავული უგულე ვაგალეთი ერთო სამჩაკა როგორ ხოძი თუ არ ნახა თუ არა ეს ქუთაისის ბატალიონის ხალხი და შეეკითხა თუ არა როგორ ექცელებდნენ მაგრამ მაგრამ თქვენ ნახეთ ქუთაისის ბატალიონის წარმომადგენლები კი ამჟამად ერთად ვარ ქუთაისის ბატალიონის ბიჭებთან და რას ამბობენ ისე იმას ამბობდი რომ ძალიან კაი ხალხია ძალიან კარგად გვექცევიან არავით არის შეურაცხყოფა ისეთი არავით არის ძema ესე ის რა თქვენ იქიდან სწორი იყო ეს ყველაფერი რა ძალიან დიდ დონეზე იყო ერთ გული საქართველოს ერთ გული რომელიც საქართველოს ერთ გული ვარ იცი და არ ვესვი ქართველებს არ ესვი აბარებდი ორი სამი დღეა მოლაპარაკება საკეთე ფილიპზე თანგის მოლაპარაკება მე გეტყვის არის რაზე ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზუგდიდის საგამომძიებელ იზოლატორში 12 ნომერ კამერაში რა, 11 ნომერ კამერაში, სადაც დოღოებით დაპატიმრებული არიან გვარდიის წევრები, ხო? ქუთაისის ბატალიონის წევრები. შენი სახელი გვარი ყველა საიდან ჩამოხვედი და როდის ჩამოხვედი ზუგდიდში რა მისიით ჩამოხვედი კომუნაზე ავტობუსზე დაბადებული ახლა 72 წელს საჩხოში თავის რაიონის სოფელი გორაზეში როდის ჩამოვედი ზუგდიდში ზუგდიდში ჩამოვედი კურსანტები რო გავიდნენ რა კურსანტები რო გავიდნენ მოვიდნენ რომ მოვიდნენ მაშინ ჩამოვედი რომელი ბატალიონში საფორო ქუთაისის მეროვანი ქუთაისის მეროვანი როდის ჩამოხვედი რიცხვი არის არ გასაუბროთ რა პროფესიის სახე
ნახევი. თოლიო ესე იგი. მე როგორ ფიქრობ შენ? ეს ეგრეთ წოდებული დროებითი მთავრობა. რაც შრება არ ხალხს. ამას უჭერ მხარს. არა და რატომ ახარ მას ამას? როგორ არის ეს? რამდენი წელი? 9 წლის გასა არ უნდა იცოდეს ის მსახურები. დავუშვათ და ახლა გაგიშვით აქედან. გასვრები მე. დავუსახში. მე რიგ არ მოგაკითხავს ესენი ძმები არ მოგაკითხავენ? როგორი კაც სახიობი მოგითხავე? ხო. საქართველოს ნაუდი არა საერთოდ დავკეთე. იო, ეხლა ახლა ლაპარაკობ ამას, მაგრამ რომ მოდიოდი რა გითხრას, რა აგესწროს, რომ ზუგდიდში მოდიხარ რა. ზუგდიდში შორა ეს პოლიცია ჩამოვედით. რა ჩამოვედით ჯვარში. თავიდან. ჯვარში იყო გოგია პოლიციაში გასახლი. არადიოროდი და მათ ისინი ამოყენეს. მე სადა ეს გოგია პოლიციაში გიახმარება. სადანი დაგავიგო. ქუთაისში გადავიდოდი ჩვენ. ეს ვისი ხალხი იყო გოგია, ვისი იყო? ხედრიანი იყო, გვარდია. გვარდიაში როდის მიგიდას? გვარდიაში თავიდან გაწოლებული დაიწყო მაშინ. ფიცი გაქვს მიღებული? კი. ვის მიეცი მე ფიცი? ქართულს ხარ ეს. მე კიდევ ბრძანები დრო დადეხარ ახლა. თუ ერთს მიეცი ფიცი ვიდეო, ხო ხედავ რომ ძლიდავენ ხალხს, დარცვავენ. მე ხო არის ფიც გავუტეხე გვარდიელები, წეში რო გავიდე, რატო არ გაყვი იმაზე, რატომ მაინც ამან პერეს ამოვდექი გვერდი. ჩვენ არა ვარ პერე. ჩვენ ვიდეო ვისაი არა ვარ ჩამოსული. ჯორო უსწრიდი. ესაა გვარდიელები, რომელსაც არ გადაყვა ფიცი, მიცემული ფიცი ერის წინაშე. აშნა რო გიტახე ერის წინაშე. რა არ გაგიტეხი ვიდეო. იგი ფილიზიდან მოყოლები დაიწყო და დაპროვინცია მოხვედი და გაჟლიდებ ხალხი. და შეგიძლია ვიტყვი რომ ადმინისტრაცია განძე. მიტინგზე ესროლეთ ხალხს თქვენ ტყვია. თქვენ მახალ. სუგდიდელი ბიჭები. მოკლეს. მოკალით ბიჭები უბრალოდ. სახელი გვარი, დაბადების წელი და სერახა. ცოტა ხმა მაყლა. შეიძენინო ალექსანდრე სასი დაბადების წელი 70-ში. ხოროძვის. როგორ მოხდა და რა მისი ჩამოხედი? გვარდიაში მე მივედი ჩვენ ახალების წინ დროებით მთავრობის სამყაროების შემდეგ ქუთაისის ბატალიონში მედი თანამდებობაზე მუშაობდა. აქეთ ჩამოვედით ჯვარზენში ჩვენმა ბატალიონმა მიიღო დავალება ქარჩავა მოხდა ესეთი ბრძანება რომ ჯვარზენში იყო ესე იგი გოგია პულიმეჩიკის ბანდა რომლებიც მარაძეროდნენ ყაჩაღობდნენ ხალხს რა ვიცი მანქანებს აწვდიდნენ და ჩვენ ქონდა დავალება მიღებული რომ და გაგვეიერაღებინა ეს გოგია პულიმეჩიკის ბანდა ესე იგი ჩვენი მისი ჩამოსვლის მიზანი იყო დამყარება სტაბილიზაცია მე თქვენ რა შრებები ჩვენ ავიყვანეთ ეს ხალხი გადავაგზავნეთ ქუთაისში და მე თქვენ დაიწყოთ ესა დარწმუნდა როგორ გეკადრებათ აქ ჩვენს მოსვლამის იყო ტრიბულის ბატალიონი კი იყო ტრიბულის ბატალიონი ჩვენ ჩამოვედით სულ რამე 3-4 დღეა კურსანტები რო ჩამოვიდით ჩვენ ფიზიკურად არ ყოფილვართ აქ სულში მე როგორ მიგაშლია შენ ეს დროიდი ბიზი მთავრობა რა მთავრობა ვინ დაიწყო ეს ყველაფერი სესოზოა მე საერთოდ პოლიტიკისაგან დააშორს არა პოლიტიკა კი შორს ახალ შეიძლება მეორე ის რომ მთელი ესე იგი ომი როგორც კი მოიგო რობოტის მთავრობა პრესა ტელევიზია ყველა იმას ლაპარაკობდა რომ ომი დაიწყო გამსახურდია და მე ეს მჯერდა რა შენ მიგაქცია გამსახურდია რა არ ვიცი ეხლა მე მიმაჩნია არ მიმაჩნია მას რა მნიშვნელობა უბრალოდ მე ვიხსნი ის რომ დროებითი მთავრობა იყო მართალი მთავრობა მართალი იყო დროებითი მთავრობა მე ესე წა ვით იყო მართალი ალბათ იმით რომ ომის მომენტინ გემწროდნენ და ხალხს რო ყოლები ამითი მე ისე ვიცოდი და ისე იყო დარწმუნებული უმრავლესობა ჩვენთან ვინც არის უმრავლესობა კი არა ალბათ ყველა რომ ცეცხლი გახსნა პირველად გამსახურდიას ხალხმა უზენაესიდან ის რომ
პირველად გახსნა უზენაესი და იმიტომ ამოვუძვეკი იმად გვერდში. მე ომი რო დამთავრდა იმის მერე მივედი გვარდიაში. მე ომი არა ახლა 26-ი აქ ზუგდიდში ახალგაზრდა ბიჭი რომ მოგეს კინოთეატრიდან. რა ომი იყო? ჩვენ არ ვიყავით ასე. თქვენ არ იყავით. ოქასი რო იყავით, ჩამოდით, არ გესროლოთ, გამოდით გარეთ და რატომ არ უთხარი შენ მედიცინის მოშაკმა ჩავგვარდეთ დავყაროთ იარაღი. ჩვენ სროლა რო ატყდა გვეძინა, ისეთ დრო რო იყო ყველანი ჩვენ ოთახებში ვიყავით და გვეძინა. რო ატყდა სროლა, ესე გარედან ისმოდა რომ ესე ჩაგვაბარეთ იარაღი, გამოდით გარეთ. და ბიჭებმა რა ქნა? ჩვენმა ბიჭებმა რას ეზავდა, ჩვენი ბიჭები აქ ედავყო ვინახათ, რახათ, როგორ ჩაგაბაროთ იარაღი, ნუ იარაღიანი ხალხი ვარ და ჩვენ პირველად გადალაპარაკება იყო სვანურ ენაზე, იმიტომ რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ თბილისიდან ჩამოსული სვანები, ჭირისუფლები, რომლებიც მიდიოდნენ სვანეთში და ახერხდნენ ღამეს სასტუმროში. და გადალაპარაკება იყო ერთმანეთში სვანურ ენაზე და ჩვენ გვეგონა რომ თავს დაგვესწრა სვანები. რატო სვანები? არ ვიცი რატომ სვანური გადალაპარაკება რო იყო იქით აქეთ მე სვანური არ მესმის და არავინ არ იცოდა ჩვენთან სვანური. ის სვანები ხომ მოგლეს თქვენმა ბიჭებმა? რომელი სვანები? სვანები რომ მოდიოდნენ სადღაც მანქანით რომ მოგლეს. ჩვენ არ ვიყავით მაშინ ფიზიკურად აქ ზუგდიდში, ჩვენ ვიცით რომ ესეთი რაღაცა მოხდა, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად არ ვიყავით მაშინ ზუგდიდში. ხო იცით რომ გვარდიელებმა მოგლეს მე? მე არ ვიცი. მე რაც არ მინდა რომელიც მე გიგდო წყალზე გადაბრალია, ვითომ და პრეზიდენტის ხალხით არ დაესწრო. მოხედ მე რაც შევით მაგით არ მინახია და იმ დროს აქ არ ყოფილვარ ფიზიკურად მე როგორ შემიძლია რომ თქვა რომ ვინ იყო, ერთი იყო, მეორე იყო თუ მესამე. ამწამდა, იმიტომ რომ თელი ესე იგი მე თბილისში ვცხოვრობდა. უმრავლესობა ეხლა ხალხის უმრავლესობა მთელი პრესა, ტელევიზია, რომელიც ნახე როგორ შემომრავლესობა, მრავალათასიანი მიტინგები რომ იმართება იქან, უმრავლესობა ის არ არის. იმართება, რა იმართება ეხლა არ ვიცი. ახლა იმართება. ახლა არის. სახელი ხათუნა, ომარის ასული. დარბაზი 1966 წლის 17 ივლისს. ქალაქ ზესტაფონში. აქ როგორ მოხდი და ძალით ჩამომიყვანეს ზესტაფონებმა. არც იმგემს დავფიცო. რატო უნდა დავფიცო? იმიტომ რომ იმგემა გამომწარეს თუ გამომწარეს. ეს იყო სვიადი გორგაძე და ემირი მშვენიერაძე. წელი ჩამოგიყვანეს? ძალით დედას ვიცავად, ნამხანაკთან ვიყავი. გასული ტანსაცმელზე. იქიდან მოვდიოდი და დამხვდნენ აგენი ავტომატებით. იქიდან ფეხით მოვდიოდი, დიდი თოვლი იყო და ფეხით წამოვედი. დამხვდნენ ავტომატებით და გაჯექიო, ჩვენთვის სულ ერთია გიმეგრები მოგვიყვანს ქართული. შემაძოვე. ზუსტად ასეთი სიტყვები მითხრეს და რო ჩამომიყვანე საქანა იგი. რო ჩამომიყვანე საქანა იგიც მითხრეს. როგორც შენ იტყვი რომ ძალით ხარ ჩამოვანილი მოვიყვანოთ ეს. ნუ რატო წამოგიყვანეს? როგორ საგზალის სახით? არა, ისა მე საერთოდ საერთოდ გამთავრებული ქუთაისში დავამთავრე და ერთანი გვჭირდება გინა თუ არა. და დაჯექე. თუ შემშრობოდეს თვალებზე ცემლი სანამ ჩამომიყვანდე, ჩემ პატარა შვილს გეფიცებით ნაღდა. ნაღდათ არ შემშრობია, ვტირობდი და ვიყავი ერთთან ბავშვი, გამიშვით. მე დასასწრელი დაგახსეს და თვითონაც მიმართა. არა, რო გავიღვიძე, აღარ დასასწრელი დამიხსნა და აღარც იგინი დამიხსნა, აღარ თვითონ მის მერე არ გამოჩენილან იგინი. ესე იგი ეს არის ბანდიტები. რა? არა ეთყობათ ბანდიტები რო არიან. ახლა როგორ აბასებენ დროები მთავრობას? ვინ ყოფილა დემოკრატი? ჩვენი პრეზიდენტი? თუ ახლა სიგუა და ეს კიტოვანი და ეს იოსელიანი. არც კიტვას კიტვა თუ რა კიტოვანია იმას ვიცნობ ასებრეს სრიად გამსახურდიას ვიცნობ ყავს ტელევიზორში ნანახი და მომწონდა ეს კაცი და მიყვარდა როგორც ჩვენი პრეზიდენტი. ახლა არ მოგნავს? კი მომწონს ეხლა რატო არ მომწონს? რა დაკონიათ რომ არ მომწონს? რა ვიცი აღარ რო ჩამოვიყვანე საქანა ჩემ პატარა შვილს ფიცავარ ნამდვილად თუ არ ეთქვას იმგებს ჩემთვის რომ შენ რო იტყვიო რომ ეს ზვიადის მომხრევარ და ზვიადი მიყვარს და ტვინს გამიხვიდავთ. აქვს
შეშარავა და რა აქვს. ხო იცით მომენტი გემს რო ესმიან მაგინი თბილისში ზუგდიდში რამდენიმე ხო გაგიგიათ კი დღეს გავიგე დღეს თქვენს გამაგიჭირმა თქვენს აი მაგრამ თბილისში არ გაგიგიათ რა ის ზესტაფონში მიდღები შეიძლება შუქი და ტელევიზორი არ მუშაობდა დენი არის ყოფილი და ტელევიზორზე იმუშავე შეიძლება ახლა მომხრეხარ რო აღდგეს კანონიერება საქართველოში თუ ამ ბანდიტებში ხელში ვიყოთ ბანდიტების ხელში რო იყო ჩვენი საქმე ფლავურ მართად და საქართველოს სულ დაიმყოფა როგორ ფიქრობ შენ როგორ ფიქრობ მე მინდა ისევე აღდგეს საქართველო იყოს მშვიდობა და იყოს იმპერიის წყობა რომ ბანდიტობაც გამოირიცხოს და ყველაფერი აი ქურდობაც და ამას სპეციალურად აკეთებდნენ ეს ბანდიტი ფაქტიურად მე არ ეტყობა მოდიან რა ჩეჩნების დასახოცად ხო? გვარდიელი ხარ? მოხალისე ხარ? ნაბდი გვარდიელი არ წამოვიდა შვილი ხედავ რომელიც სახლობს ოლოცი არ მოყალა ფული ხო არ გინდა და რამდენს გიხდიდნენ? არა არ გიხდიდნენ აბა რა ზამო მოგეუბნებით რა შეშნები მოდიან და ერთად გამო იგი ხარ? იქ ვიჭერბა ჩემი მეგობრები ვინ ხელმძღვანელობდა? 500 კაცია ჩეჩენია ჩამოსული ვინ ხელმძღვანელობდა? მე ახლა ვერ გეტყვით რა აბა მოხალისეა პარპალაშვილი რო გიქია მე არ მითქვა იგი რა ქონდა გასაყოდი თორემ კაცი შევი დათქენთან და გითხრა მომეცი შენი რაც შენი და გაშა ერთიდან მეუღლე გადრელი მე რა არის შველი რა გარზე წამოხვედი რა გვარი ბრძანდებით სახელი და გვარი მე ვარ გიორგი გურგენი სად მუშაობთ? თოჯინების თეატრში ხელოვანი კაცი ხატვანი კაცი თანგ დასანგრევა წამოხვედი არა დასანგრევა არ გიგნება ჩვენ წერილი ბიჭო დასანგრევა 5 მილიონი ხალხი წინააღმდეგ მოდი ხარ როგორ შეიძლება არ მითხენ ბიჭებს მოეკეცი ცუდად ნელ-ნელა ხალხი მიშლის ხელს იმის გაყვანაზე 4-1 გაუშვი 4-2 გაუშვი დღესაც მინდა 4-4 ყველას გაუშვი რა შეიძლება მის ის დავშვა და ჩეჩნები ყოფილიყვნენ უნდა დაგეხოცათ ხო? ინფორმაცია იყო ისეთი რომ ჩეჩნები მოდიოდნენ საქართველოს ასაღება რა? საქართველოს ასაღებად ახლა პრინციპში რომ შემოსულიყვნენ რა გვინდა ჩეჩენი ხალხია ბიჭო ვერ ეყოლა ხოლმე ხაში დასადგურა ჩეჩენი ხალხი რა გვინდა ახლა ახლა შემოვიდა რა მინდა ჩეჩენზე უარესია და რა ბიჭო რომ ჩამოვიდა ჩეჩენზე უარესი რომ არ არის რომ ჩამოვიდა არა თავიდან გვარი სახელი ხარა იცი რამდენი ხანია გვარდიაში კილომეტრზე რამდენი საცხოვრობ თბილისში რაზე შემოხვედი ესე გითხრის ჩეჩნები არიან ჩეჩნები კი მე 24 კაცი ჩეჩნები ჩვენ შემოუშვებდით როგორ ვიყო შენ ქართველების დასახელსა 1000 ჯერ გიქნებოდა მაგის შემოყვანილი რომ თომებოდა რუსების პასად მაგრამ ქართველის წინააღმდეგ 100 და 100 აფხაზგან შემოთავაზა ჩვენ მაგი ერთად ვიყო და როგორ ვიყო შენ ქართველის წინააღმდეგ იარაღს ვინმე სავაბები როგორ ვიყო ამ ჩვენ გითხრის ჩეჩნები არიან ჩეჩნები კი მაგრამ რომ გიპიროდით დაყარეთ იარაღი რაზე არ დაყარა რაზე არ დაყარა მე ამაზე ვიპასუხე ჩვენ აზრ ვისვია როგორ ვისვია როგორ ვისვია კითხეთ მის მომდევნო და გეტყვით რამდენი კაცია ჩემს სადახმარება რამდენი კაცია ჩემს ერთი და 24 კაცი რა ვინ ხელმძღვანელობს? ჩემი ხელმძღვანელი ხო რა გვარია? საერთოდ ყარაშვილი ხო ხელმძღვანელობდა მომისვიდე ხო რაზეულში კითხე შენ მაგის პატრონი რომ გავხსნა ცუდად მომეკეცი დედაზე შევაგინეთ მამაზე შევაგინეთ იყო ასეთი არა კარგად ვიცი ბიჭო მე არც ერთი არ მინდა თქვენ აქ რო იყო ჩამოდით შვილებო სტუმრად ჩამოდით ჩვენი შვილები ჩავლენ თქვენთან სულ მეგობრები უნდა იყო რამდენს გიხდიდნენ? არა რამდენი ხელფასი? სახელმწიფო ხელფასია და რასაც ეიღებენ აქედან
რამდენი წლის ხარ შენ? 22 წლის და 17 წლის ბაღანა მოუტყუებია და წაუყვანია. სად მუშაობდია? სად? სტუდენტები და დახოცეს არ გაგიგონია? არ გაგიგონია ბიჭო შენი ამ როგორ არ გავგონია ალბათ თვითონ ასე ხო? ისე ხო გაგის გაჩენას გმორი და მეგობრებია ისო. შენ არ გაგისვლა, შენ ამ ხანაკა ხო გეისო, შენ იმედი გეისო შეგონა. შენ გვერდით ყავდი. შენ გვერდით არ ყოლოდი. მაგი არ გაბედავდა. შვილი რო გეყოლება, რასეთქვი შენ შვილს? ვიომე შვილო, ქართველების წინააღმდეგ და დავხოცეთ ერთმანეთი გამარჯვებული ვართ ეხლა. ეს ხო იცი ისტორიაში შეიძლება. მე შემიძლია ეხლა ის ყველანი, ვინც ქვევიცის გევიყვანა, იმდენი სისხლია. ჩვენი ხალხის დაყრილი ქართველები, დაყრილი, შემიძლია დავხროთ და ყველანი. პასუხსაც არ ვაძლევ. რატო აგეთებ ამას? რად გინდათ რა? ეხლა მე რო გაგიშვა შენ ისევე იღები არა. აიღებ ვიცი. რა გამოძრავებდა მითხარი. დაუშვათ და თურქი ყოფილიყო. დაუშვათ და სხვა სახელმწიფო და ვიღაცა თავდასხმა გაიკეთებია ჩვენთვის. ჩვენ ერთად უნდა ყოფილიყავით, ერთად. ისტორია არ გისწავლია? აი ეს მეორდება რაც იყო. წინა საუკუნეებში. ვიღაცას აწყობს სასამგერო ვიღოთ და პრობად რო ვიღოთ. მე დაждდება ერთი და ორი და დაიწყებს ზევიდან კამას. ხალხის ასდა იმას არ მოусმენს. სტუდენტია და არის ისტორიის ამბავი, სტუდენტი საგაიბრო გაგონია ასე. უილს რო ვიღოთ. მუშებულია, მუშებულმაშო ხალხი, მუშებულმაშო. ჩეჩნები თუ მოდიოდნენ. საგაიბრო. ჩეჩნები თუ მოდიოდნენ. ქართველებს ქართველებს რატო არ უშვებდით აქ ხელი გადაგებული ოქროთი რატო არ უშვებდით ვიღაც ჩეჩნები მოდიანო თქვით ვინ იქ ვინ შეიძლება ვინ ისე გამოდიან ტელევიზორში შენ ჯერ ამას იცი რა გააკეთე ზუგდიდში გაგიყვანენ და გაჩვენებენ გააოხრეს მთელი საქართველო გააოხრეს ვინ არ მოგწონს და რა არ მოგწონს თქვია. რაზე იბრძვი, ვისთვის იბრძვი? რა არ მოგწონს? უყურე აქ. მიყურე მე. რა? რაზე ჩამოხედე, რა გამოძრავებს? რა ხო როგორ ვიქასო ჩეჩნები არ ჩამოსულები. ჩემთვის სულად იმდენი უვიცი არა ხარ შენ. არის. ნუ არის. რა მოგატყუეს და ცოდვა. ამას მაყოლი უნდა და მანქანაში უნდა როიქე იმიტომ ჩამოვიდა. არ ისედაც არ არის ეს ბაღლებია და ბავშვები ადვილად თუნდეთ. აი შენ ძალიან. არ დავხოცოთ ერთმანეთს. არ დავხოცოთ ძალიან ცოტანია. რუსის მონები რო ვიყავით არ გვეყო? კიდო გინდა რუსის მონები რო განსხვავებს მაგი. აბა ხო უნდა იფიქრო 22 წლის კაცი ხარ შენ. უნდა იფიქრო ის რას აკეთებენ ზევით. პრეზიდენტი თუ არ მოგწონს არჩევნები გავაკეთოთ. ვისაც ხალხი ხმას მისცემს ის იქნება პრეზიდენტი. ჩვენ თვითონ სულ ერთი. ოღონდ ხალხის არჩეული იყოს. ერთმანეთი არ დავხოს.